რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის ჰელსინკის კომისია არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისია რუსეთში მდგომარეობის არასტაბილურობას უწყობს ხელს. მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ჰელსინკის კომისია უკრაინისთვის ატაკამსის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის მომხრე იყო. არასასურველ ორგანიზაციათა სიაში მოხვედრის შემდეგ ჰელსინკის კომისიის მუშაობა რუსეთში აკრძალული გახდა და მასთან თანამშრომლობისთვის შესაძლოა რუსეთის მოქალაქეები სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ. ჰელსინკის კომისია, რომელიც 1976 წელს შეიქმნა ვაშინგტონში მდებარეობს, მისი საქმიანობა რუსეთში პოლიტიკურ საზოგადოებრივი მდგომარეობის დესტაბილიზაციას ემსახურება. ორგანიზაციის წევრები მუდმივად ავრცელებენ მასალებს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკის დისკრედიტაციას ახდენს. კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია მიმართვა შტატების პრეზიდენტისადმი ნებართვა მისცეს უკრაინას გამოიყენოს ატაკამსის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონი რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს. კანონის მიხედვით იმ უწყებების მუშაობა, რომლებსაც ოფიციალური მოსკოვი რეესტრში შეიყვანს, იგრძელება. არასასრულად მიჩნეული ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, განმეორებითი შემთხვევა კი 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.